პრობლემა, რომელიც ავარიულ სკოლებში დაწყებულმა სამუშაოებმა შექმნა შენობების ნაწილს რეაბილიტაცია ჯერ ისევ უტარდება, ნაწილი კი თავიდან უნდა აშენდეს. მითითებული სკოლების მოსწავლეებს კი სამუშაობის დასრულებამდე სხვა სკოლებში უწევთ სიარული, რაც მშობლების პროტესტს და უკმაყოფილებას იწვევს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავე დგას რეგიონებში, სადაც სხვა სკოლაში სიარული დაალბეტებითი ტრანსპორტის გამოყოფას საჭიროებს. მშობლები სამუშაოებისა და შესაბამისი პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობენ და მშენებლობის დროულად დასრულებას მოითხოვენ. ფაქტია, რომ ზოგიერთი სკოლის აღდგენაზე ან ახლის ჩანაცვლებაზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული, ცალკეულ შემთხვევებში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ავარიული სკოლების მოსწავლეთა მშობლებისთვის დღეს სპეციალური შეხვედრა გაიმართა. განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მშობლებს მიმდინარე სამუშაოების ეტაპები და გეგმა გააცნო. 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14-ის რეაბილიტაცია და 10-ის პროექტირება. ესაა ის სამუშაოები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 425 მილიონი ლარია. თუმცა სკოლების რაოდენობა, რომელსაც რეაბილიტაცია ან თავიდან აშენება სჭირდება, გაცილებით მეტია. სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პრიორიტეტულ სკოლებს კი განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. ამ სიაში 332 სკოლაა, რომელთა რეაბილიტაცია თუ მშენებლობა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ამ სკოლების ნაწილის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება. დანარჩენ ნაწილზე კი ტენდერები 2027 წლის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. სამუშაოების დასრულების კონკრეტული ვადები არ სახელდება. 2026 წლის პრიორიტეტის გეგმაში ჩასმული არის და განსაზღვრული არის ხამისკურის საჯარო სკოლის ახალი სკოლის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის მინისტრის და განათლების მინისტრის ხელშეწყობით მომდევნო წლიდან დაიწყება სკოლაში სამშენებლო სამუშაოები. ჩვენი სკოლის რეაბილიტაციას დაახლოებით დასჭირდება 2 წელიწადი. განათლების სამინისტრომ პრიორიტეტად განსაზღვრა 332 სკოლა დაახლოებით. დღეის მდგომარეობით წელს ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდი დავაპროცესებთ 100-მდე სკოლის მშენებლობას პროექტირების შესყიდვას. ასევე მინდა აღვნიშნო, მოხდა ესიდას მიერ დაწყებული 70 სკოლის გადმოცემა მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის და წლის ბოლომდე 70 სკოლიდან 50 სკოლის დასრულება იგეგმება. ის სკოლები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება, მაქსიმალურად იქნება გამოსწორებული ინფრასტრუქტურულად, რის შესაძლებლობასაც კი მოგცემს სკოლის შენობები და ადაპტირებული თანამედროვე სწორედ მართული სასწავლო პროცესისათვის. რაც შეეხება ახალ სკოლებს, ახალი სკოლები სრულიად ახალ სტანდარტს დაგეგმავს და ეს სტანდარტი მერწმუნეთ თითით საჩვენებელი იქნება მთელი ევროპის მასშტაბით. ამას ჩვენ ერთად დავწმუნდებით უახლოეს მომავალში. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების მიუხედავად ქვეყანაში სკოლების მოძველებული ინფრასტრუქტურა განათლების სფეროს ერთ-ერთი გამოწვევაა. არის სკოლები, სადაც სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან გადანაწილებულნი. თუ რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. საკუთარი გეგმა განათლების სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს. პრეზენტაციას 70-ზე მეტი სკოლის დირექტორი და მშობლები ესწრებოდნენ. ქალაქ ქუთაისის მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც 4 წელია უკვე დაინგრა და სამწუხაროდ შეკედლებული ვარ სხვა სკოლას. რა თქმა უნდა, დისკომფორტი იყო ბავშვისთვის სხვა სკოლაში გადასვლა. მეორე სმენაში ვარ, შემცირებული გაკვეთილები ძალიან გვიან მთავრდება. თანამედროვე სკოლა აშენდება, ჩვენთან ძველი სკოლა აღარ არსებობს, იმიტომ რომ მიწასთან არის გასწორებული ყველაფერი, მხოლოდ შემოღობილია. ზუსტი ვადები და დრო არ ვიცით. ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ ყველა იმ სკოლას, რომელიც დგას კონკრეტული გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე და შემდეგ უკვე კოორდინირებულად როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონულ განვითარების სამინისტროსთან ხდება ამ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაბამისი რეაგირება. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ხელისუფლებაში მაქსიმალურად ღიაობის პრინციპი, ჩვენ ვესაუბრებით არა მხოლოდ სკოლის წარმომადგენლებს და კონკრეტულ რესურს ცენტრებს, არამედ ვესაუბრებით პირველ რიგში მშობლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თუ როგორ ინფრასტრუქტურაში და როგორ გარემოში ისწავლიან სამომავლოდ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლები, ჩვენი შვილები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული პროცესებში და იცოდნენ ზუსტად ის რეალობა, რა რეალობაც არის და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კომუნიკაციას. განათლების სამინისტროს ინფორმაციით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ყველა იმ სკოლის წარმომადგენლებთან, რომელთა პროექტებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები დაიწყება.